მებოცრეობაში წარმატება ხშირად დამოკიდებულია არა მხოლოდ სწორ ნაბიჯებზე, არამედ იმ შეცდომებზე, რომლებიც უნდა ავიცილოთ. არსებობს რამდენიმე კრიტიკული რამ, რაც არასდროს უნდა გააკეთოს ფერმერმა. პირველ რიგში, არ შეიძლება კურდღლების ნესტიან და ცუდად ვენტილირებად გარემოში გაჩერება. ეს პირდაპირ იწვევს დაავადებებს და სიკვდილიანობას. ასევე არ უნდა მივცეთ ერთფეროვანი ან დაუბალანსებელი საკვები. მხოლოდ მარცვლეული ტყვება ან ზედმეტი მწვანე საკვები სერიოზულ პრობლემებს ქმნის. დაუშვებელია სუფთა წყლის არ ქონა. წყლის გარეშე კურდღელი სწრაფად სუსტდება. არასდროს უნდა დავაიგნოროთ დაავადების პირველი ნიშნები, როგორიცაა მადის დაკარგვა ან პასიურობა. ასევე დიდი შეცდომაა სხვადასხვა ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის კურდღლების ერთად მოთავსება, რაც ინფექციების გავრცელებას უწყობს ხელს. კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემა არის გადაჭარბებული გამრავლება კონტროლის გარეშე. ეს ამცირებს როგორც დედლის, ისე ნაშიერების ხარისხს. მოკლედ, მებოცრეობაში ყველაზე საშიშია დაუდევრობა, სისუფთავის, კვებისა და დაკვირვების იგნორირება პირდაპირ ზარალს ნიშნავს.